რეკორდინგ გავდიოთ რომ ექშენი ის გავედით? გამარჯობა, მოკლედ ჩამოვედით გუშინ სიცილიაზე, უბრალოდ გუში რადგან ვენის აეროპორტიდან დავდევიდო, აღარ გადავწყვიტე რომ სხვა ან სიცილიაში ჩამოსვლის დროს, ან იგივე დღე არ მინდოდა რომ ყოფილიყო. დღეს სხვა დღე არის უკვე, ჩამოვედით გუშინ სიცილიაზე, მოვიარეთ საკმაოდ კარგი ადგილები ვნახეთ. მე რესტორანშიც ვიყავით და საკმაოდ იაფიანი ქვეყანა არის რა. ევროები ღირს თითო ევროს რაღაცა ისეთი რაღაცები ჩვენთანაც 10-15 ლარი ვერს რა. ხო და ეგ გამისწორდა. თან რესტორანში საკმაოდ ისეთი იაფიანი ისენი იყო. დღეს სლენდერა იყო, ვინც მომეხმარა გადაღების დროს, იმიტომ რომ ვერ ვალაგებდი ისე რომ ფერები კარგად გამორჩენილი იყო და სლენდერა მომეხმარა მაგალითად და სლენდერამ დამიჭირა თითე ჩაწერის ღელაკი და მაგის გამო მადლობა. ზოგადად ქართველი იუთუბერები ძალიან კარგი ადამიანები ვართ რა, ერთმანეთის დახმარებაზე რომ მიდგება ხოლმე საქმე, ყველაფერს ძალიან თავისუფლად ვეხმარებით და ყოველგვარი იმეების გარეშე რა. ერთმანეთში კონკურენცია გვაქვს, ჯანსაღი მართლა რა და ეგ არის ძალიან კარგი რაღაცა რა. ყველა ადამიანი ყველა სფეროში საქართველოში ეგრე რომ იქცეოდნენ ძალიან კარგი იქნებოდა რა. დღეს რაღაცნაირი გრძელი დღე გვექნება მე მგონი, იმიტომ რომ ეხლა 11-ის ნახევარი, საუზმე მივიხდით აქ სასტუმროში. მე საუზმეები ძალიან მეყვარს, მაგრამ აქ ძირითადად ყვილობს იღებენ მე მგონი იტალიელები რა საუზმეზე, იმიტომ რომ იმენ საკვები იშვიათი იყო, კვერცხი ჰქონდათ, ლორი და ყველი მხოლოდ. სხვაგან რო არის ხოლმე 9 სახის რაღაც საჭმელია ხოლმე და კიტრი და პომინდრები და ისინი, აქ არ იყო მსგავსი არაფერი, უბრალოდ ის იყო რაღაც კვერცხი, ლორი, კრუასანები ჰქონდათ, კექსები და ტკბილეულს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მე მგონი რა. მაგრამ მაინც მაგარი ქვეყანაა. ჩემი ფავორიტი ქვეყანა რო იტალია არის, საქართველოს მე, ეს მე მგონი ცნობილი არის ყველასთვის რა, იმიტომ რომ ფეხბურთის გამო რომას გულშემატკივარი ხო და მაგის გამო ისტორიულადაც უფრო დიდ პატივს ვცემ რომის იმპერიას, იმიტომ რომ ძალიან კარგი მე მგონი რომ კარგი ხალხი არიან რა, თან ტემპერამენტიანები არიან და ეგეც მომწონს. რაზე ვილაპარაკო დღეს, არ ვიცი, მაგრამ მაგაზე ვილაპარაკე რომ ერებზე რა. მე ძალიან მიყვარს იტალიელები, ძალიან მიყვარს იაპონელები, გერმანელებიც მაგრამ მევასებიან რა, ანუ ისეთი მშრომელი ერები უფრო მევასებიან, ვიდრე აი ეხა საუდის არაბეთი მაგალითად არის ნატურალურად დიდარი ქვეყანა. ეხა იქ რო ყოფილიყო ვიღაცა, ყველა იშოვიდა ფულს რა. მაგის გამო უფრო დიდ პატივს ვცემ, ეხა იტალიაში მაგალითად Ferrari, Lamborghini, ამდენი კარგი ფირმა როცა არის მანქანის, ეგ რაღაცას ნიშნავს. ესე იგი ხალხი მშრომელია და ბევრი მშრომელი ხალხი ავტომატურად ნიშნავს, რომ მე ერი მევასებ. იაპონიაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, რაც კი ტექნიკა არსებობდა 90-იან წლებში, ყველაფერს ეგენი აკეთებდნენ და მე მიბაძეს ვიღაცებმა და დაიწყეს. იაპონია და კორეაც ძალიან კაი ქვეყანა არის. სამხრეთი უყურებთ. ჩრდილოეთი არ ვიცი კარგად, ჩრდილოეთი სოსომ უფრო შეიძლება იცოდეს რა. დღეს უნდა წავიდეთ დონ ვიტო კორლეონე, სადაც კარჩი ფილმის გადაღებები სადაც ხდებოდა, ისეთ ადგილებს ვნახავთ დღეს. და ხვალ უკვე გადაცემის ჩაწერა არის. თან ისეთ ადგილას არ ვიცი, წესით გაჟღერება არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს პრობლემა. მაინც არ ვიტყვი ყოველი შემთხვევისთვის ჯითუს დაველოდები და ჯითუს იმას უფლებას. სხვათა შორის აქაური კოკოლა არ ვარ გამ, რაც ძალიან მეწყინა. გუში ზეროც გავსინჯა ჩვეულებრივიც და არაფერი განსაკუთრებული არ იყო. პირიქით, წყალზე არის დამოკიდებული იდეაში, მე ეგრე მგონია რა და რადგან საქართველოში კარგი წყალია ხოლმე, ბევრად უფრო გემრიელი არის რაღაც სასველები. და საქართველოს გარეთ ეგრე არ არის. თუნდაც გერმანიაში კოკოლა სხვანაირი გემო აქვს რა და გერმანიაში ლუდი აქვს. აუ აქ ლუდები არის 40 ცენტად. ანუ აი 40 ცენტიანი ლუდები, თან რაღაც ბანზი ლუდები კი არის, კრონბახერი იყო 65 ცენტი ვიდოთ რა. ხო, ეგ ფასები, ანუ ევროპაში მარტო ფასებში მაინც მივიბაძოთ, ანუ სხვა თუ არაფერში რაღაცა ცხოვრების სტილი ძალიან კაი აქვს, მაგრამ ვიდრეს დილით რო გავიღვიძე, მაღაზიებს რაღაც მუსიკა და ჩამოვედი აქ ქვევით და აუზზე ვიღაცა დაახლოებით 10-15 ზრდასრული ქალბატონი 50 პლუსი დაჟე წყალში აუზში იყვნენ და რაღაც იოგას აკეთებდნენ. ხო, აი მეც მინდა რომ ეგეთი ქვეყანა ვიყოთ, რომ 50 პლუს ხალხს ეგ პრობლემა ქონდეთ სადარდებელი, რომ სადღაც ზვალი სამომავლოდ რო არ ეტკინოთ, იმის გამო ვარჯიში დაიწყონ რა და ანუ სხვა რაღაც სადარდებლები რო მოგშორდეს რა.
ჩემი აზრით ძალიან დადებითი რაღაცა იქნებოდა ეგ. ცოტა დავიღალეთ ისე გუში. ღამე დალევას ვაპირებდით, მაგრამ ვერ გაუქაჩეთ. ისე იმდენი გზავრობის და გადაჯდომების მე და გადაჯდომაში კიდე შესვენება რო იყო 5 საათიანი ძალიან დამღლელი იყო და მაგან გაგვწირა მე მგონი რა. მაგრამ კონტენტები კეთდება და ყველა ბედნიერი არის, რა ვინც დამოვიდა. ანუ მარტო იმის გამო არა რომ სიცილიაზე არიან. რაღაც ვიდეოებს იღებენ და ყველა ტელეფონებით და. просто ცოტა უფრო მეტი შერგება უნდა ვიცოდეთ და ეს დღეს გვაქვს ეგ შერგების დღე. დღეს უნდა მოვიაროთ, არ მახსოვს რა ქვია. საოკა ის ადგილია, სადაც გადაღებები ხდებოდა იმაზე, ფილმზე და მე მივდივართ რაღაცა პლაჟზე. და ეს პლაჟი არის ულამაზი, მართლა ულამაზი პლაჟია. და დიდი იმედი მაქვს, რომ დავიზაგრებით. და ეს მძეს მივიფიცხებით და მაგით ვაინს დავიშენებთ ცოტა ხანი რა. ვიღაცებს რო გონიათ ხოლმე, რომ ეს კონტენტ კრეატორობა ძალიან მარტივი საქმეა, ეს ტელეფონს დაიჭერ და იღებ. ეგ ტელეფონს დაიჭერ და იღებ, მე ვიღებ ახლა ეგრე რა, ფაქტობრივად ეგრე, მაგრამ ტელეფონი დავიჭერ და ვიღებ, მაგრამ არა, ეგეთი მარტივი საქმე, ძალიან ბევრი შრომაა ჩადებული ხოლმე და ეგ ერთი შეხედვით ისევე როგორც ყველა სხვა პროფესიაში, ახლა ბუღალტერიაც ხო, ვითომ რაღაცები დათვალა, ჩაყარა Excel-ში და დაითვალა, ეგრე არ არის რა. ცოტა უფრო მეტად უნდა დავამოყავოთ ვიღაცების და რაღაცების საქმეების დაფასება და ბევრად უფრო უკეთესი იქნება ყველასთვის და ყველაფრისთვის. ეგ სლენდერი. არა, მოწყენილი სახე ხარ. არა, ბიჭო, არა, მარტო ამას დავდებ, ანუ რაც არის, ყოველგვარი ედიტის გარეშე ვაკეთებ უკვე. გუში დავიწყე ვიდეო, 330 გამომწერი მყავს. ო. 321. ხო, სხვათა შორის ძალიან კარგად წავიდა. მე ძალიან მომეწონა, ძალიან დიდი მადლობა, ვინც ნახეთ, ვინც დაალაიქეთ, რაღაც კომენტარი დამიწერეთ. იმედებს გაგიმართლებთ და ეგრე ვიზავ. აუ, ისეთი კაი სიგრილია, მაგრამ ხანდახან ძალიან ცხელა. აი, 33 გრადუსი უნდა იყოს დღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ გამხდარი არ ჩავწერ ამ ვიდეოს, ოღონდ გამხდარი იმე არ გავიწურები ოფისში სადღაც რა. რა, просто ახლა თან ხალხს ველოდებით და ესე გეჭვრავით უბრალოდ რა. სანამ ეს ხალხი გაემზადება, მე საქმე არ მაქვს რა. ყველაფერი გავაკეთე. მე მზადვარ. ჩემი გამზდება არის მაიკის ჩაცმა, მორჩა. სახლში ზუსტად ისე როგორც ვარ ხოლმე, გასამზადებლად მჭირდება ნახევარი წუთი რომ მაიკა მოუძებნო რომ მე ჩავიცო. სხვათა შორის ძალიან კარგი სტაფი არის ამ სასტუმროში და უფრო მეტად მიმყარებს იმებს, რომ იტალიელები ძალიან კაი ხალხი არის. რამდენ წუთზე არის შეგიძლია მითხრა? 8 წუთი. 8 წუთს ვერ მაპატიებთ ალბათ, დიდი ალბათობით, მაგრამ რა ვქნა. ისე დაღლილი ვარ ამ სიცხისგან. ეს სული მაქვს რომ ზღვაზე ჩავიდე რა. ისე თქვენი აზრი მაინტერესებს, ის ზღვის რომელი ნაწილი გევასებათ? საქართველოში ხო ძალიან ბევრი ისე გვაქვს. მე ბათუმი მომწონს როგორც ქალაქი. ანუ დასასვენებლად რომ მივდივარ ზღვაზე ბათუმის ზღვა იმდენად კარგი არ არის. მაგრამ ბათუმის ქალაქი იმდენად კარგია, რომ даже ზღვაზე არ გავალ და ბათუმში ვიყო ლეჟბი. მაგ დამოკიდებულებით ვარ ხოლმე. ქობულეთს ძალიან კაი ზღვა აქვს. მაგრამ ქალაქი არის ისეთი რა, ანუ ბევრი არაფერი არ არის, გაერთო ან ისე ირნო ანას შემდეგ. მთელი ქუჩა არის ეგრე და მაგ ქუჩაზე ერთი ქუჩა არის რა. კიდე შეკვეთილი მევასება. იმიტომ რომ ტყე არის, ღრე არის და ამ ტყიდან რომ გადიხარ, ეგრევე წყალია და თან ქვიშა არის. არ მეყავს ქვიანი სანაპიროები, დღეს მე მგონი ქვიან სანაპიროზე მივდივართ თან. მაგრამ ეგრევე. იტალიაში მიყვარს. მე ბათუმში არ მიყვარს. სხვა სარფიც, მაგრამ მევასება. გონიოც. აი, ჩემი ლამაზი გოგოც მოვიდა. ნახეთ, შეგიძლიათ შეაფასოთ, არ ვიცი რამდენი ჩანს, მაგრამ ცოტა დაიხაროსო. აუ, ეს არ ეჭრება ხო? არ ეჭრება რა. მარტო მე ვარ მზად, ესეც ლეგიტიმური შეკითხვა დავსვი. არა, მე და შენ. მე და შენ ვართ მზად, რა თქმა უნდა, ყველაზე სლენდერა, ძალიან დიდი ბოდიში სლენდერა დაგვაწყდა, სლენდერა არის მზად. იმის ყელსაბამის გაკეთება უნდა და ლენკას და რადგან მე არ მცალია. და სლენდერასთან მინდა და სლენდერად ზუსტად ისე დაიბნა, როგორც მე ვიბნები ხოლმე. იმიტომ რომ რაღაცნაირი არა, ორივე მხრიდან ერთნაირად ჭყიალებს და ვერ ხვდები რომელი მხრიდან უნდა გააკეთო.
ეს ხარ ბროლი ყოფილა, მე მხარეს არაო. ბიჭო, თქვენ მინდა რომ რაღაც კომენტარები დაწეროთ და რაღაც თემები მომცეთ, რაც დაგაინტერესებთ ჩემი საუბარი. დაწერეთ ეგ კომენტარები, არხით გამოიწერეთ, ის რა მაგარი არის, არხით გამოიწერეთ, რომ გეუბნებით და არაფერი არ ვარდება და რაღაცა ისინი ლაიქ და რაღაცა ვარ ჩდება. მე კაი პონტი არის, მე მომწონს რაღაც ვაკეთებ. იადა თქვენს მოგწონთ. ჯიგრები ხართ. ძილნებისა, ხოლმე. ჩაო. მაგ ეს მონახოთ რა. ჭკვიანას ადამიანი, იმიტომ რომ მარაო ვაყიდინე დედაჩოზე ხარ. ხმა შედის მიკროფონში, ძალიან დიდი გვაპატიეთ. მე მაპატიეთ ლენკას.